18 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მამის საბა განწმენდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მე-5-6 საუკუნეში მოღვაწე კაბადოკიელი ბერი ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი იყო. წმინდანი 94 წლის ასაკში აღესრულა. გილოცავთ საბაობას, დღეს უდიდესი ბერის დღეა, მონაზონის დღეა. საბა განწმენდელი იყო მე-5 საუკუნის მოღვაწე მამა და იმდენი იღვაცა, რომ რა ვიცი, მას ერთი წიგნი არ ეყოფა მის მნაღვაც და ჯერ კიდევ როგორ დაიწყო მისი, როგორ გადადგა იმან პირველი ნაბიჯი ბავშვობაში, ჯერ მამამისი და დედამისი კეთილმორწმუნეები იყვნენ და მამა ყავდა მხედართმთავარი, ანუ შეძლებული ოჯახის ისე განათლებული ოჯახის წევრი იყო და მამას აგზავნიან ალექსანდრიაში და მამას დედაც მიყავს და თავის ძმებს უტოვებს საბას, 5 წლის საბას. და რაღაცა იქ შეფერხებაა და კაი ხანი ვეღარ ჩამოდიან იქიდან და უკვე ნათესავებში შფოთი იწყება, რომ ვის შეხვდება ახლა ეს სიმდიდრე, ამ კაცის სიმდიდრე, ამ ოჯახის სიმდიდრე და საბა 5 წლისაა და გაერიდება ამ მდგომარეობას, წავა იქ ახლო მონასტერში დასახლდება და დაიწყებს ცხოვრებას, ბერულ ცხოვრებას, 5 წლიდან მიდის და უკვე 8 წლის ასაკში გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ დარჩეს მონასტერში და იცხოვროს და ამ დროს თავისი ეს ბიძები გონს მოეგებიან და მიდიან და ეხვეწებიან, რომ დაბრუნდიო და აღარ ბრუნდება. და იქიდან იწყება ეს ყველაფერი რა, წარმოიდგინეთ და 17 წლის იყო უკვე 8 ეკვეცა და მის სასწაული მოღვაწე მამა იყო, ასკეტი იყო, ძალიან ისეთი აი მკაცრი ასკეტი იყო და აქედან გამომდინარე ღმერთმა მას სასწაული ნიჭები მიანიჭა, სულიწმინდის მადლი მოიხვეჭა და ცხოველებს კურნავდა, ანგელოზი ეცხადებოდა. მერე უდაბნოში რო გავიდა, კიდევ იქ უდაბნოში რო დაიწყო ცხოვრება, სადაც ახლა დიდი ლავრაა, ძმები გამრავლდნენ და უკვე გაუჭირდათ, წყალი ვეღარ მოქონდათ, არ იყო იქ წყალი და გთხოვს ღმერთს, რომ შეგვეწიეო და მეორე დილით რო გამოყოფს თავს კელიიდან და ინახავს, რომ ვირი რაღაცას თხრის. მივა იმ ადგილზე და გააგრძელებს თხრას. ანუ მინიშნება იყო ეს ღმერთისგან და აგრძელებს თხრას და ის წყალი ამოდის და დღესაც მოდის ის წყალი საბას ლავაში უდაბნოში. და ესეთი სასწაულები ხდებოდა მის ცხოვრებაში. ის 5 წელი საერთოდ არ გამოდიოდა სენაკიდან, თოკი ქონა დაშვებული და თოკით რო ავიდა და აიკეტა ის თოკი, всё ის დარჩა და დარჩა. ერთხელაც რო დაინახეს ყაჩაღებმა რომ ეს კაცი თოკზე აბობღდა მაღლას რაღაცას და შეძრა იქ გამოქვაბულში. იფიქრეს, რომ ალბათ იმას სიმდიდრე აქვს იქაო და ვერადიან რა და ეს ჩაუგდებს თოკს და რო აავლენ და დაინახავენ, რომ არაფერი არ გააჩნია კაცს. საერთოდ უნივთო იყო კაცი. ხო და დაინახეს და გაუკვირდათ და მერე იმ ხელა კრძალვა გაუჩნდათ მის მიმართ, რომ ისინი თვითონ მოდიოდნენ და მასთან მოჰქონდათ რაღაცეები და მერე იქიდან დაიწყო უკვე მერე ეს დიდი ლავრის აშენება.